Sabe მამისათა, დადისათა და შვილისათა, წმინდისათა. ილოცოთ დონელ დღეს ტაძრის სასწაულს. და თოდი ჩვენი ერის სიხარულს. რომ ერის წიაღში არიან ადამიანები, რომელთაც უდიდეს სიყვარული აქვს სამშობლოსი, თავის წინაპრების და ჩვენი ერის და ქვეყნის მემკვიდრეობის მიმართ. რომელთაც თავი დაძო იმ განძისათვის, რომელიც მთელს ერს მის ისტორიას და მის მომავალს ეკუთვნის. და არც თავის დაზოგა, არც და ღვთისწყალობით მეუღლეც ესეთი ყავდა, ერთგული თანადგომი, გონიერი და შეწირული საქმისათვის. სიყვარული დიდი ძალა არის. ის ქალბატონი არ იყო ქართველი, მაგრამ შეიყვარა ექვთიმე, მიუხედავად მისი ცოტა ნაკლული ხორცელით და კოჭლობდა, რომ დაუნდაზინე მქონდა ფეხი და თვითონ გარეგნულად შეუხედავ იყო, მაგრამ მან დაინახა სიღრმე კეთილშობილების ამ ადამიანის და თქვა, რომ ამას გავყვებით ცოლათო. ნიშნავს, რომ თვითონაც კეთილშობილი დანდებოდა და მათი ერთობა განუყრელი იყო ამ განსასწორში, რომ გამოიარეს. არც საყვედური, არც დანანება, ხო? მე ვიტყოდი, რომ არის სხვა მაგალითებიც. საპირისპირო, როცა მძიმე წლები იყო 90-იან წლები და განსასწორში იყო მთელი ხალხი, ქვეყანა, გაუჭირდა ოჯახებს ერთი ქალბატონი, რომელიც წლების მანძილზე იყო მუზეუმის საგანძურის ცველი, ზედამხედველი და მომვლელი პატრონი, ნათესავების შეწუხების გამო, როგორც მერე მან სასამართლოზე თქვა, მან ვერ გაუძლო ამ არა მარტო თხოვნას, არამედ შეტევას, აგრესიულს, რომ როგორ შენ ხელში მილიონებია და ჩვენ შინშილით გვდებით აქაო. და განძიდან გაქონდა თვითონ ნივთი, ლომბარდში აბარებდა. მე გამოსყიდის საშუალება აღარ ქონდა ახალდებდა. სანამ არ შეამჩნიესო, ეს ნივთები არ შეიძლება ოჯახში ქონდეს ადამიანს, საიდან აქვს? და არა, თვითონ იყო კეთილშობილი. ემსახურებდა, მაგრამ ნათესავების ეწოლას ვერ გაუძლო და გადალახა, თუმცა თვითონ დაიმსახურა სიცხლი და საყვედური და სასჯელი. ასაკოვანი იყო. აი ხედავთ, რომ ადამიანზე დამოკიდებული რაოდენ დიდია მასში სიყვარული ერისა, ქვეყნისა, ღვთისა და სიყვარული არ ვიცი მოყვასისა, ახლობლების, ნათესავების, ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისა. ეს ადამიანური შვინვერი სიყვარული აუცილებელია, მაგრამ უფრო დიდია სიყვარული ღვთისა, სიყვარული შენი ერისა, სამშობლოსი და მისი ღირსებისა. აი, ასე გამოიცადა მინდა ღვთისკაცი ექვთიმე თავის მეუღლესთან ერთად და მოგცა დაგვიტოვა ასეთი მაგალითი, ცოცხალი მაგალითი, არა ისტორიული ამ ჩვენი საუკუნის მაგალითი, მე-20 საუკუნის მაგალითი, აი უახლოესი ჩვენი ხანის დრო. ეს წლებია, როცა ისინი განსასწორში იყვნენ იქ უცხოეთში. მე-20 საუკუნის 20-იან, 30-იან, 40-იან წლები.
ესე იგი ეს ყველასათვის შესაძლებელია და თუ ვინ ეჯახის მე ვერ შევძელი ესე იგი არ წმენის და სიყვარულის ნაკლებობა ჰქონდა მას ამიტომაც ღირსია ვიდა ღვთის კაცი ექვთიმე რათა ერის მეხსიერებაში დარჩეს მაგალითი ნიმუში ღვთის და ერის სიყვარულისა თავდადებისა და ვიტყოდით რომ ბოლოს გადალახა ის ზღვარი რომლის გამოც აღმოჩნდა საზღვარგარეთ შეურიგებლობა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაძლია რომ განძი გადაერჩინა თვითონ მივიდა საელჩოში და უთხრა რომ ესეთია და მთავრობაში ატყობინეთო მთავრობაში იყო კაცი იმათ იცოდა ერი და როგორც ჩანს მაშას უყვარდა თავის ერი მაგრამ არა მარტო ეს იყო ქვეყნის ღირსების საკითხი რომ ისაც წინაპრება ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენი მოსავლელია ჩვენი მისახედია ჩვენი გადასარჩენია და ჩვენი საპატრონო არის ასე გმართოს ჩვენ დღეს რომ უპატრონოთ ჩვენს ქვეყანას მის განცდა და იმასაც უფალმა მოგცა ჩვენ სიმდიდრეს მისი ბუნებისა მრავალფეროვნებას და ჩვენ ისტორიულ მემკვიდრეობას თვითიდენტობას და ჩვენ დამოუკიდებლობას აი ეს მაგათი გვაქვს ჩვენ ამიტომაც ღირსია მინდა ღვთის კაცი ექვთიმე რათა მარდაღლინოს ლოცვა ღვთისა წინაშე რათა იყოს მეოხი ჩვენი რათა უფალმა მრავლად გამოაჩინოს ჩვენ შორის ერთგულნი ერისა ღვთისა ქვეყნისა მოღვაწენი რომელთა მიერ ხდება გადარჩენა და წარმატება და ჩვენი ერის ღირსების წარმოჩენა ღვთის წინაშე და მსოფლიოს წინაშე. Eta ხსენება მისი. ამინ.